მოგესალმებით ბათუმელების ჩართვაში, ჩვენ ტრადიციულად ვიმყოფებით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც 327 დღეა საქართველოს მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ. საპროტესტო აქციები იმართება 10 თვეზე მეტია უკვე ქვეყანაში და ეს მასობრივი გამოსვლები და პროტესტი ისიც რომ უკავშირდება გასული წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და რომელიც მოსახლეობამ არ აღიარა, რადგანაც მოსახლეობის უდიდესი ნაწილის განცხადებით არჩევნების შედეგები მიიტაცა ქართულმა ოცნებამ, გააყალბა ეს არჩევნები და ის არ ასახავდა რეალურად ამომრჩევლის ნებას. გარდა ამ პროტესტისა, რომ მოსახლეობა მიიჩნევდა ამ არჩევნებს მიტაცებულად, ამას დაემატა კიდევ ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრის ირაკლი ყობახიძის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი აჩერებდნენ ევროინტეგრაციის პროცესს და მიუხედავად იმისა, რომ იმ წელს საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო და ველოდებოდით წლის ბოლოს მოლაპარაკებების გახსნას გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ამის სანაცვლოდ ყობახიძემ გამოუცხადა ქვეყნის მოსახლეობას, რომ საჩერებდნენ 2028 წლამდე ევროინტეგრაციის პროცესს და სწორედ ამას მოყვა მასობრივი მღელვარება ქვეყანაში. და იცით რომ ეს საპროტესტო აქციები იმ დღიდან მოყოლებული ფაქტობრივად არ შეჩერებულა. თქვენ თვალსადევნებთ პრინციპში ჩვენი მედია საშუალებებით და ასევე სხვა დამოუკიდებელი მედია საშუალებების მეშვეობით იმ პროცესებს, რაც ქვეყანაში მიმდინარეობს და ასევე იმ საპროტესტო გამოსვლებსაც, რომელიც იმართება თითქმის ყველა ქალაქში, მაგრამ განსაკუთრებით თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში და ასევე სხვა ქალაქებში. თქვენ იცით რომ ამ გამოსვლების მოთხოვნები არის უცვლელი, მოსახლეობა მოითხოვს ახალ საპარლამენტო არჩევნებს, ოღონდ ის უნდა ჩატარდეს თავისუფალ გარემოში, ქართული ოცნების გარეშე, დამოუკიდებელი CSKO-სა და არარეპრესიული კანონების გარეშე, ვთქვათ, რომელიც დღეს ქვეყანაში არსებობს და მოსახლეობას უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რომ აირჩიოს თავისუფალ გარემოში მისთვის სასურველი პოლიტიკური პარტიები და აირჩიოს ის მთავრობა, რომელიც მათ ინტერესებს გაატარებს ამ ქვეყანაში და მათი ინტერესი, რა თქმა უნდა, საქართველოს ხალხის ინტერესი არის, რომ ეს ქვეყანა დაუბრუნდეს ევროინტეგრაციის პროცესს და დემოკრატიის უკუსვლა, რომელიც ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში ასე თვალში საცემია და შესამჩნევია, რადგან მთელი წლის განმავლობაში ქართული ოცნება იღებს რეპრესიულ კანონებს, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, ადამიანის უფლებების ფუნდამენტურ უფლებებს ლახავს და ბუნებრივია ყველა მათი გადაწყვეტილება, ყველა მათი განცხადება მიმართულია იქეთკენ, რომ საქართველოს დასუსტდეს როგორც სახელმწიფო, მოწყდეს მთლიანად დასავლურ ინტეგრაციის პროცესს და დარჩეს იზოლაციაში რუსეთის პირისპირ, აგრესორი რუსეთის პირისპირ, რომელიც რეალური მტერია ამ ქვეყნის, რადგანაც ჩვენი ქვეყნის 20% და მეტიც აქვს უკვე ოკუპირებული და რეალურად პუტინის ხელისუფლებისგან დღემდე ისმის განცხადებები, რომ მათი ინტერესებს, რომ დასავლეთს უნდა კავკასია გამოსტასოს რუსეთს და რომ ისინი ამას არ დაუშვებენ და ასე შემდეგ. აი ამ ტიპის განცხადებები ისმის როგორც ლავროვის მხრიდან, ასევე სხვა წარმომადგენლების მხრიდან კრემლიდან. და აი ამის ფონზე სწორედ ქართული ოცნების ხელისუფლება ცდილობს, რომ დასავლელი მეგობრების გარეშე, ამ ქვეყნის პარტნიორების გარეშე დატოვოს ეს ქვეყანა ამ აგრესორი რუსეთის პირისპირ და სწორედ აი ამ პოლიტიკას ეწინააღმდეგება ქართველი ხალხი, რომელიც თითქმის მთელი წელია ქუჩაში დგას და იცავს თავისი ასევე ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს და აცხადებენ, რომ არ შეეგუებიან იმას, რომ ამ ქვეყანაში რუსეთმა გადაწყვიტოს, როგორ უნდა იცხოვროს საქართველოს მოქალაქემ, ვისთან უნდა იმეგობრონ, გაწევრიანდნენ თუ არა ევროკავშირში, როგორი უნდა იყოს მათი შვილების მომავალი, როგორ უნივერსიტეტებში ისწავლონ, როგორ სკოლებში და უნდა გქონდეთ თუ არა მათ ევროპასთან თავისუფალი მიმოსვლა და ასე შემდეგ.
ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ თქვენ იცით, რომ 4 ოქტომბრის შემდეგ ფაქტობრივად არ წყდება მოქალაქეების დაკავებები. ადამიანების ძალიან დიდი ნაწილი, სადღაც 50-მდე ადამიანი 4 ოქტომბრის შემდეგ სისხლის სამართლის მუხლით არის დაკავებული და ასევე თითქმის ყოველ დღე აკავებენ ადამიანებს ეგრეთ წოდებული ქუჩის გადაკეტვის ბრალდებით. ასე მეტია უკვე ეს იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც აი ამ ქუჩის გადაკეტვის ბრალდებით დააკავეს და ეს პროცესი ფაქტობრივად არ წყდება, ყოველ დღე ხდება ადამიანებთან ჩასაფრება, დაკავება, რაღაც აბსურდული ბრალდებებით თავისუფლების აღკვეთამათვის და ასე შემდეგ. ასევე ამ კვირაში მნიშვნელოვანი იყო ის, რომ სინდისის პატიმარი, უკანონო პატიმრობაში მყოფი მასწავლებელი ნინო დათაშვილი სასამართლომ 5,000 ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა. მას ბრალი არ მოხსნია, მაგრამ მისი მდგომარეობიდან გამომდინარე ის ახლა საპატიმროში აღარ იმყოფება. ის გაათავისუფლეს, რადგან როგორც მისი ადვოკატები აცხადებდნენ, ნინო დათაშვილის მდგომარეობა ამ ბოლო პერიოდში იყო კრიტიკული, რადგან მას გადაუდებელი ოპერაციები ესაჭიროება მისი ხერხემლის პრობლემებიდან გამომდინარე და რასაც ადვოკატები აღწერდნენ, ფაქტობრივად ნინოს ციხეში ყოფნა უტოლდებოდა წამებას და მისი იქ დატოვება იყო შეუძლებელი. კარგია რომ გაითვალისწინა პროკურატურამ დაცვის მხარის მტკიცებულებები, არგუმენტები და მიუხედავად იმისა, რომ ნინო 4 თვეა უკანონო პატიმრობაშია, ის მაინც გაათავისუფლეს გირაოს საფუძველზე. ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ ხო, მიმდინარე ამბებთან დაკავშირებით მინდა ასევე გაგაცნოთ ინფორმაციები, სხვათა შორის ახლახან გავრცელდა, როდესაც ჩვენ რუსეთზე ვსაუბრობთ, თქვათ, ხო? ასევე მნიშვნელოვანია ის მონაცემები და შემაშფოთებელია პრინციპში ის მონაცემები, რასაც ჩვენ ვეცნობით ყოველდღიურად. ახლახანს გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ მაგალითად საქართველოში ბოლო 3 თვეში 567,000 რუსეთის მოქალაქე შემოვიდა ქვეყანაში. პრინციპში ეს ციფრი არის საგანგაშო ჩვენაირი ტიპის ქვეყნისათვის, პატარა ქვეყნისათვის და მით უმეტეს იმ ქვეყნიდან, როდესაც შემოდის ამდენი მოქალაქე, რომელსაც ამ ქვეყანაში აქვს თავისი პოლიტიკური ინტერესები, ოკუპირებული აქვს ამ ქვეყნის ტერიტორიები და ბუნებრივია ეს მოიაზრება როგორც ამ ქვეყნისთვის საფრთხე, რადგანაც რუსეთი არა მხოლოდ ვთქვათ პირდაპირ ომს აწარმოებს იმ ქვეყნებთან, სადაც მისი ინტერესებია, პოლიტიკური ინტერესები, როგორც უკრაინაში ვთქვათ თავს და ესხა უკრაინას და ბომბავს და ასე რომ ვთქვათ სისხლიანი ომი აქვს გაჩაღებული. რუსეთს აქვს ასევე ქვეყნებთან ბრძოლის ჰიბრიდული მეთოდები და ამ ჰიბრიდულ მეთოდს იყენებს საქართველოსთან მიმართებაშიც პრინციპში ასე გამოდის. მე მინდა რომ ამ საკითხთან დაკავშირებით აქ მყოფ ადამიანებსაც გავესაუბრო და მოგასმენინოთ მათი აზრი, მაგალითად ხედავენ თუ არა ისინი ამ დოზით რუსეთის მოქალაქეების ამ ქვეყანაში შემოსulis პარალელურად და რა საფრთხეებია მაგალითად ეს. აზა გაბუნიას ხედავ ჩვენთან ლაივში, თავისუფლების მოედანის წევრს. აზა, მოგესალმები. ბათუმელების მკითხველს მაყურებელს ჩვენ ვესაუბრებოდით ჰიბრიდული ომის საფრთხეებზე და მაგალითად თქვენ როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე ხედავთ თუ არა საფრთხეს იმაში, რომ მაგალითად ოფიციალური მონაცემებია ეს, რომ ბოლო 3 თვეში 500,000-ზე მეტი მოქალაქე, რუსეთის მოქალაქე შემოვიდა ამ ქვეყანაში და ეს იმ ფონზე მაგალითად, როდესაც რუსეთს უკრაინაში ომი აქვს გაჩაღებული, საქართველოს 20% აქვს ოკუპირებული, ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარეობის გამო საქართველოს მოქალაქეები მასობრივად ტოვებენ პრინციპში, იმიტომ რომ ოჯახებით მიდიან უკვე ქვეყნიდან და ამ დროს ქართველებს ანაცვლებენ ეთნიკური რუსები, ხო? ყოველ შემთხვევაში რუსეთის მოქალაქეები მაინც არიან. ამაში თუ ხედავთ თქვენ საფრთხეებს და მაგალითად რა ტიპის საფრთხეებია ეს ჩვენი ქვეყნისთვის, რომ
მოგვასმენინოთ თქვენი მოსაზრება. მივესალმებით თქვენს მსმენელს. ცხადია, ეს არის საფრთხე გარდა იმისა, რომ შემოვიდა 9 მილიონზე მეტი რუსი მოქალაქე, ასევე გვაქვს სტატისტიკა იმასთან დაკავშირებით, რომ 10,000-ობით მათგანი იღებს მოქალაქეობას და ასევე 10,000-ობით საქართველოს ბინადრობას. მაშინ, როდესაც სწორად აღნიშნეთ თქვენ, რომ რუსეთს ჩვენი ქვეყნის 20% აქვს ოკუპირებული და ეხლაც, როცა ჩვენ ვსაუბრობთ, ცოცხალი ოკუპაცია გრძელდება ჩვენ ქვეყანაში. რა ხდება ეხლა შეუიარაღებელი თვალით, რომ შევხედოთ და სტატისტიკების მიღმა რომ ვისაუბროთ, ხო? ჩვენ ვართ ეხლა ბათუმში და ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერ მოქალაქესთან ერთად გავიაროთ ბათუმის ქუჩებში და ვნახავთ, რომ ყველა მეორე კაფე, ყველა მეორე მაღაზია, ეს ყველა მეორე ბროკერული კომპანია, თუ ტურისტული კომპანია, მათ შორის ბაღები, სკოლები, რუსებს და რუსეთის მოქალაქეებს აქვს ათვისები. ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანამ ფაქტიურად ჩვენი ქვეყნის მტრებს, ქართული ოცნება თulis თუ არა მტერს, რუსებს ეგ სხვა საკითხია, ჩვენ გვაქვს ისტორია და ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი ქვეყნის დაუღალავი მტერია რუსეთი, ხო? და ჩვენი ქვეყნის მტრებს ჩვენ კარი გაუხსენით. არა მხოლოდ კარი გაუხსენით, საფათბურე პირობებით შევქმნით. ბიზნესთან დაკავშირებით. ჩვენ გავათავისუფლეთ ისინი ზედმეტი გადასახადებისგან და ჩვენ გაცილებით მეტი წნეხი გვაქვს დღეს ქვეყანაში გადასახადების თვალსაზრისით, ვიდრე თქვათ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს და ვიცი რომ 100,000-ობით კომპანია აქვს დარეგისტრირებული. კანონიც მათ შორის, რომელიც ჩვეულებრივ ფიზიკურ პირს და თუ მთელი ოჯახს აქვს 40,000-ზე მეტი წლიური გადასახადი, მან უნდა შეავსოს დეკლარაცია. ხვდებით ალბათ, ხო? 10-სულიანი ოჯახი შეიძლება 40,000-ზე მეტი კონდეს შემოსავალი წლის განმავლობაში. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ისინი მდიდრები არიან, დიახ. ცხადია, რომ არ ნიშნავს, რომ ისინი არიან მდიდრები, ხო? და ასეთ ვითარებაში, როცა ჩვენ გვიჭერს მარწუხებს, ჩვენი ხელისუფლება, ამ დროს ვითარება არის ის, რომ რუსებს და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ჩვენ ქვეყანაში აქვს აი საფათბურე ვითარება, ხო? ეს ჩვენ ვხედავთ იმასაც, რომ მე მაგალითად ზაფხულის განმავლობაში სხვადასხვა სოფელში, რაიონში დავდიოდი და იყო ესეთი ვითარება, რომ სოფლები, მაგალითად გურიის სოფლებში, სადაც იყიდდი მაგალითად 10,000-ად, 7,000-ად მიწას და სოფელს, დღეს მაგას ვეღარ ნახავ, იმიტომ რომ რუსებიდან გამომდინარე დიახ, სასოფლო სამეურნეო მიწებს ყიდულობენ ყველგან, მთელი საქართველოს მასშტაბით, განსაკუთრებით შეესწრნენ მაღალმთიან აჭარას, პერიფერიებს, გურიის სოფლებს, ახეთს და ასე შემდეგ, სადაც უხვია მოსავალიც და ნოყიერია მიწაც, ხო? და ვხედავთ, რომ ფაქტიურად ეს არის ეკონომიკური ექსპანსიას ისინი ახორციელებენ ჩვენ ქვეყანაში. არ გვიპყრობენ შეიძლება იარაღით და არ გვიშენენ შეიძლება ბომბებს, მაგრამ ეკონომიკურ ექსპანსიას ეწევიან ჩვენ ქვეყანაში. ანუ ეკონომიკურად იპყრობენ ქვეყანას. და ამის პარალელურად ვხედავთ იმასაც, რომ არის ამის სტატისტიკები, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი საქართველოში არის კრიზისში, ზუსტად იმიტომ, რომ ჩაანაცვლა რუსულმა ბიზნესებმა. და ნებისმიერ ქუჩაზე რო გაიაროთ, თქვენ ნახავთ, რომ აი მაგალითად ქართლის მცირე ბიზნესი ან მეწარმეს თუ ბიზნეს ნაკირავები ჰქონდათ ფართები და ისინი გამოუშვეს და სანაცვლოდ შეუშვეს რუსები ამ ტერიტორიაზე. აი ეს ვითარება გვაქვს. თითქმის ყველა სფეროში ანაცვლებენ ქართველებს, ასე გამოდის. აბსოლუტურად განსაკუთრებით მომსახურების სფეროში, რომელშიც ქართველები უნდა ვაღიაროთ, რომ მოვიკოჭრებთ. და მათ სხვა სტანდარტი შემოიტანეს ქვეყანაში, შესაბამისად ჩვენ თუ ქონდა იმის განცდა ქართველებს, რომ რაღაცა პერიოდში შემოვიდნენ და მათ მოყვებოდათ ფინანსები და ეკონომიკური თვალსაზრისით ქართველები ამის გამო რაღაცნაირად წამოიკაჩებოდნენ, დღეს ხედავთ საპირისპიროს, რომ მათ თავიანთი მომხმარებლები ყავთ. ანუ თვითონვე არიან თავისივე სექტორის მომხმარებლები და ამით შესაბამისად ქართულ სექტორს ბიზნესის და რაღაცა შემოსავლების თვალსაზრისით არანაირი სიკეთე არ აქვს. ანუ მაშინ შეგვიძლია კითხვა, ვის რა შეჭირდება ამ ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც ჩვენ ქვეყანაში ეკონომიკურ ექსპანსიას ახორციელებენ, რაში გჭირდება ადამიანები, რომლებიც მცირე და საშუალო ბიზნესს უქმნიან საფრთხეს, რაში გჭირდება ადამიანები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის მიწებს, ჩვენი ქვეყნის საკუთრებას
მიიტაცებს, რაში გვჭირდება ადამიანები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ოკუპაციას ახდენენ, რაში გვჭირდება ადამიანები, რომლის დეзინფორმაციითაც ქვეყანა თავზე გვენგრევა. აი ეს არის კითხვა, გინდ რიტორიკული, გინდ რა ვიცი, გამოწვევა და გითხრას თქვენმა მაყურებელმაც, მსმენელმაც, რა არის ის, რის გამოთაც შეიძლება ჩვენ ამ ადამიანებს ხელგაშლილი ხდებოდეს. ჩემი აზრით არ უნდა ხდებოდეს, ჩემი აზრით უნდა მივიღოთ ძალიან მკაცრი ზომები, უნდა დაუკეტოთ საზღვრები, მათ არ უნდა მივცეთ ბინადრობა და არც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შორის ხო გასულწეს მოთხოვნა რუსული კანონის პირობებში, მაგრამ არ გაითვალისწინეს. აზა ამასთან ერთად ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ანუ საქართველოს მოქალაქეებისთვის რატომ არის ბევრად რთული სიტუაცია, იმიტომ რომ ქართული ოცნების ანტიდასავლური პოლიტიკის შედეგად იზოლაცია, ქვეყნის იზოლაცია იზრდება. ისინი სანქცირდებიან, თქვათ, ოცნების წარმომადგენლები. ეხლა კიდევ მიიღეს გაფრთხილება, თქვათ, რომ საქართველოსდან სავარაუდოდ გადის ისეთი ტვირთი, რომელიც არის სანქცირებული და რუსეთის სარგებლობს, ხომ, საქართველოსდან გასული ტვირთებით და ამას შესაძლოა დამატებითი სანქციები მოყვეს, ხო და ქვეყანა კიდევ უფრო მეტად აღმოჩნდეს კრიზისში. და ეს აიძულებს საქართველოს მოსახლეობას ალბათ რომ კიდე დატოვოს, ხო, ქვეყანა. ხო და აი ამის პარალელურად რომ თქვა კიდე უცხო ქვეყნის მოქალაქეები იზრდებიან. აი ეს ალბათ მინდა რომ გააცნობიერონ ადამიანებმა რა სურათი შეიძლება დაგვიდგეს ქვეყანაში. იმის პარალელურად რომ შემოდიან რუსები და ვაძლევთ მოქალაქეობას, ბინადრობას, პარალელურ რეჟიმში საქართველოს საზღვრები ივსება ემიგრანტებით, რომლებიც იცლებიან და გადიან საქართველოსდან, იმიტომ რომ ეგეთი ეკონომიკური ვითარებაა. ეს რომ გაიზარდა გადასახადები, გაიზარდა პროდუქტის ფასი, ის რომ ადამიანები გამოუშვეს სამსახურიდან, არის სანქცირება, ქვეყანა ზვირდება, ქვეყანა ხდება იზოლაციაში და ამ ქვეყანაში არ შემოდის ინვესტიციები, არ საქმდებიან ადამიანები, არ იქნება ახალი სამუშაო ადგილები და დასანქცირებულ ქვეყანაში მით უმეტეს არ შემოვა ინვესტიცია. დასანქცირებულ ქვეყანაში ინვესტიციები არ შემოვა, შენი პარტნიორები ქვეყნიდან გადის, ახალი პარტნიორები არ შემოდის, შესაბამისად ქვეყანა ჩავარდება ეკონომიკურ კრიზისში, სამწუხაროდ, მაგრამ ქვეყანას სერიოზული საფრთხე გვერდის ეკონომიკური თვალსაზრისით და ხედავთ იმასაც, რომ ქვეყანას ტოვებენ ადამიანები, შრომელი ადამიანები, რომლებიც ამ ქვეყნის ეკონომიკას ქმნიდა და აღარც ემიგრანტების თანხები აღარ შემოვა ცხადია საქართველოში, ხო? და საბოლოო ჯამში მივიღებთ ვითარებას, რომ ქვეყანაში დარჩებიან რუსები და დაგვიპყრობენ იარაღის და ომის გარეშე. აი ეგ ვითარება ხო ქვეყანაში და ვისურვებდი რომ მოქალაქეების დიდი ნაწილმა გააცნობიერონ, ამოიღონ ხმა, გავიგეთ შეიძლება არ უნდადეს ევროპაში და არ უნდათ ევროპული ინტეგრაცია, გასაგებია ვიღაცებს ესეც არ უნდა, მაგრამ იმედია არ უნდათ რუსეთის ჩექმის ქვეშ არსებობა და დამონება რუსეთს და რა ვიცი. მადლობა აზა გაბუნიას უსმენდი თქვენ აი იმ ჰიბრიდულ საფრთხეებზე, რომელსაც რუსეთის მოქალაქეების შემოსვლა ახლავს ქვეყანაში. მოგესალმებით ბათუმელების ჩართვაში, მინდა რომ გაგვიზიაროთ თქვენი მოსაზრება. იმ პოლიტიკურ პროცესზე მინდა გითხრათ, რაც ქვეყანაში არის, გამოც თუნდაც თქვენ დგახართ აქ და აი იმ რისკებზე ვესაუბრებოდი, მაგალითად აზას, რომ ბოლოს 3 თვეში საქართველოში გაიზარდა რუსეთის მოქალაქეების რიცხვი საგრძნობლად, ან 9 მილიონი მოქალაქე შემოვიდა რუსეთიდან საქართველოში, ხო? თქვენ თუ ხედავთ ამაში საფრთხეს მაგალითად, რა ტიპის საფრთხეებია ეს და როგორ შეიძლება აისახოს ეს ჩვენს ცხოვრებაზე, ყოველდღიურობაზე, ეკონომიკაზე და ასე შემდეგ. ისეთი პატარა ერისთვის, როგორც საქართველოა, რამდენიმე 1 მილიონიც არ ვართ ალბათ ქართველი დარჩენილი, ჩვენი გენოფონდისთვის ისე არ გამიგოთ ანუ არა ვარ. მესმის. ნამდვილი, მაგრამ ამდენი უცხოელი ბალანსი არის ყველგან მნიშვნელოვანი ფიქრობ. 65 მილიონია, თქვა 65 მილიონი ფრანგები გონიწყო, საფრანგეთში 5 მილიონი გაიქცა. ეროვნების წარმომადგენელი ეს პრობლემას არ აქვს, იმიტომ რომ ესეთი ბალანსი ინარჩუნებენ და ჩვენ ვერ შევინარჩუნებთ ამ ბალანსს. ვერ შევინარჩუნებთ ვერც სამუშაო ადგილებით, იმიტომ რომ რამდენიმე თვეში თუ ეს ადამიანები არ დაბრუნდნენ და პირი ისეთი უჩანს, რომ არავინ არ დაბრუნდება უკან, ჩაანაცვლებენ ქართულ მუშახელს, ანუ ჩაანაცვლებენ ძალიან ბევრი კუთხით მათ შორის და ეს გამოიწვევს მუშაობას, გამოიწვევს ეთნიკურ კონფლიქტსაც კი განსაკუთრებით რუსები ჩემი აზრით, იმიტომ რომ ჩვენი გენეტიკური კოდი მამაჩემის თაობის შეიძლება პირიქით არის რუსებთან დაკავშირებით, მაგრამ ჩემი თაობის გენეტიკური კოდი არის დაპირისპირებაში მყოფი ადამიანები, მეფიდადად რუსული საუბარი რომ ესმის, მიუხედავად იმისა, რომ
რუსი ნათესავებიც ყავს, აგრესია მემართება და შესაბამისად რა ვიცი არ და ამ აგრესიას ბუნებრივია იწვევს ის რომ ოკუპანტი ქვეყანა და ამ ქვეყნის სუვერენიტეტი არ შედის მის ინტერესებში. ჩემი აზრით რუსეთზე დიდი მტერი არ ყოლია საქართველოს, ანუ რუსეთთან დაგვემართა ყველაფერი, ანუ სახელმწიფო ენის დაკარგვის საფრთხე. ავტოკეფალია დააკარგეთ, ენის საფრთხე არაერთხელ დადგა. დაგმართნია, გაძარცვა ყველაფერი, ქართული კულტურა წაიღო და რა ვიცი, ეკლესიიდან გაიჭრა ხატები და ხატები გაგვიძარცვა. ადამიანები მოგვიკლა, ილია მოგვიკლა, ამაზე დიდი მტერი როგორ შეიძლება გყავდეს და ეს ვერ დაინახო და ვერ შეაფასო. დაუშვათ ეს ყველაფერი იწვევს აგრესიას, მინდა არ მინდა აგრესიულად არ გაწყობენ. პრინციპში ეს არის რეალური საფრთხეები, ხო, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ ამ ქალაქში თითქმის აღარ ისმის ქართული ლაპარაკი. მეგობარს ვეუბნებოდი, რომ გარეთ რომ გამოვდივარ, ქართული საუბარი არ მესმის, სულ რუსული საუბარი მესმის და ეხლა ეს თუ მეტყვის რომ ეს არის გლობალიზაციის პროცესი, ეს ასე არ არის. გლობალიზაცია არ ნიშნავს ერთი ერის გადაგვარებას მეორეს ხარჯს. თუ მეტად შეგვიძლია ხარჯზე ადგილობრივის გადაგვარებას და ჩვენ ხო მათ აქვს თავიანთი ბიზნესები, მათ აქვს უკვე თავიანთი სამუშაო ადგილები. აი მაგალითად ბალტიისპირეთის ქვეყნებმა რეგულაციები შემოიღეს, ხო იგივე რომ ქონება არ უნდა გაიყიდოს თქვა უკონტროლოდ რუსეთის მოქალაქეებზე. რეგულაციებია ხო ძალიან ბევრი რომ აი ეს ჰიბრიდული საფრთხეები შეაჩეროს და ჩვენთან არანაირი საფრთხე არ არის, აი ესა რეგულაცია არ არსებობს. საზღვრები ღია და უკონტროლოდ მოედინება და მოედინება ეს. სამეურნეო დანაშაულების მიწის დაკვეთა ვერ იყიდეს სხვა ქვეყნის მოქალაქე მათ შორის ვერც რუსეთს. მაგრამ სტატუსს უცვლიან და მაინც ყიდიან როგორც კერძო საკუთრებას. ამის არაერთი ფაქტი ვნახეთ ჩარჩან. კომერციული ფაქტების და ასე შემდეგ ყიდვასთან დაკავშირებით არანაირი შეზღუდვა არ არსებობს და მამამ გამოიწვევს რომ ბათუმში რა ვიცი ახალ მშენებარე ნებისმიერ კორპუსში რომ ნახოთ უმრავლესობა არის ან რუსი ან თურქეთის მოქალაქე ან სხვა ქვეყნის მოქალაქე და არა ქართველი და რა ვიცი თავისთავად ცხადია რომ პრობლემაა და ეს აი ამ ფონზე რახან აქ გახართ ესე იგი პროტესტში ხართ და თქვენც ხელისუფლების სრულებაში ხედავთ გამოსავალს ალბათ და როგორ უყურებთ ამ ბრძოლას და ხო თქვენი იმედები როგორია მაინც ამასთან მიმართებაში მაინც ყველას ვეკითხებით და თქვენს გითხავთ საბოლოო ჯამში ახლა აქ გავანიშნოს რომ კიდევ იმედიანად ვარ გაწყვეტილი იმიტომ რომ იმედება დაგვეუბნება დასასრულს იქნება ალბათ და მგონია რომ დასასრულისგან ძალიან შორს ხარ და პირიქით ყოველთვის ქართველებს ასე გაჭირვებია ხოლმე რომ შაჰაბასმა 6 წელიწადში 3-ჯერ ააოხრა კახეთი ისე რომ ეგონა რომ კაცი არ დადოლა მაგრამ 3-ჯერ უდიდესი ბრძოლა გადაიხადა ხო ეს დღესაც ანუ საიდანღაც რაღაც ხდება ვიღაცა მიემატება და სანამ ერთი ადამიანი მაინც გასდა ერთი ადამიანი მაინც აპროტესტებს იქამდე არაფერი დათვალებული არ არის. პრინციპში ახლა აოხრებენ ეს განცდა გააგრო რუსეთი აოხრებს ამ ქვეყანას. ყველა ფეხის ნაბიჯზე ვხვდები პრობლემას მე პირადად ყველა მართლობის სფეროში ადამიანის შეგნებაში წაი ხა თუნდაც ეს უახლოესი განცხადება განათლებასთან დაკავშირებით ის რომ სწავლა უნდა გახდეს 11 წლიანი და ადამიანს აღარ ქონდეს იმის საშუალება რომ ევროპული განათლება მიიღოს ესეც კი აუცილებლია იმიტომ ადამიანს ცდილობენ რომ საქართველოს მოქალაქემ და საქართველოს მომავალმა არ ნახოს უკეთესი რა არის ცხოვრება. პრინციპში ბიზინა ივანიშვილი ამბობდა ცუდი იდეა იყო ხალხს საზღვრები რო გაუხსნეს და კარგი ცხოვრება ანახესო და როგორც ჩანს ეხლა აპირებს ყველაფრის ჩაკეტვას მაგრამ ხო არ დააგვიანდა ალბათ არ ვიცი რა გითხრა ძალიან დააგვიანდა თავში რა იხარშება და რა ბოროტი გეგმები აქვს ჩემთვის ცოტა უცნობია მაგრამ ის რომ კარგი არაფერი უნდა ჩვენთვის ეს ვიცი მადლობა თქვენ ნინო მოგესალმები ბათუმელების ჩართვაში ხართ პრინციპში თქვენც შემიძლია იგივე კითხოთ, რაზეც ვესაუბრებოდი, სხვა დანარჩენებს, აი ამ საფრთხეებზე მაგალითად, თქვენ თუ გრძნობთ ამ საფრთხეებს, რომ აი ასეთი უკონტროლო საზღვარი, როცა აი ამ ომის პირობებში, ხო, უკრაინაში ომი აქვს, რუსეთი დაესხა თავს, ათასობით მათი მოქალაქე ცდილობს რუსეთის მოქალაქე რომ გააღწიოს ქვეყნიდან და ყველაზე უკეთესი თავშესაფარი რატომღაც ნახეს საქართველოში, ხო, იმიტომ რომ მათ არავინ არ აბრკოლებს, საზღვრებსაც უხსნიან და როგორც ჩანს, სხვა კომფორტსაც უქმნიან
ამ ქვეყანაში და საქართველოს მოქალაქეებს როცა დევნიან ქუჩის გადაკეტვის გამო ციხეებში მიყავთ ამ დროს რუსეთის მოქალაქეები ძალიან ბედნიერად ცხოვრობენ მათ მიერ ოკუპირებულ ქვეყანაში. რატომ არ უნდა იყვნენ ბედნიერი? მშვენიერ ქვეყანაში მოხდნენ ულამაზეს ქალაქში აქვს შემოსავალი პასიური და რა თქმა უნდა კარგად გრძნობენ თავს. აქვე უნდა დავამატო რომ მე მაქვს მჭიდრო კავშირები რუსებთან და ასევე ბელარუსებთან ოპოზიციურად განწყობილებთან და მინდა ვთქვა რომ ოპოზიციურად განწყობილ რუსებს და ბელარუსებს ძალიან სერიოზულ დაბრკოლებებს უქმნის ქართული ოცნება აქ გრძნობენ თავს კარგად პროპუტინისტები და უბრალოდ ლოიალურად განწყობილი ადამიანები პუტინის მხარდამჭერები ან მხარდამჭერები ან ისეთი ადამიანები რომლებიც აი პოლიტიკისგან შორს არის ასე ვთქვათ სინამდვილეში თუმცა რუსეთი ოკუპანტი რომ არის არ იტყვიან და არ აღიარებენ არა და ამ მეთოდე გამეგრძელებინა ზუსტად ეს არ ამართლებს მათ ქცევებს მათ პოზიციას თუ პოზიციის არ ქონას როგორც არ უნდა დავარქვათ რა თქმა უნდა ეს არის სერიოზული პრობლემა არის გამაღიზიანებელი და ხანძლებ პერსპექტივაში მოსალოდნელია იგივე რაც უკრაინაში მოხდა და იწყებენ თავიანთი მოქალაქეების უფლებების დაცვას რუსები, რაც არაერთხელ გაუკეთებიათ აფხაზეთში, სამაჩაბლოში თუ სხვაგან თუ უკრაინაში, როგორც ვიცით, ეს არის კარგად აპრობირებული მეთოდი. რუსული მეთოდი. დიახ. და ქართული ოცნება, ну ეს უკვე ხო გასაგებია, რომ მათ სისხლზე ასხამს წყალს უკვე წლებია და ბოლო წლებში უკვე გახდა აშკარა. აქამდე შენიღბულად აკეთებდნენ ყველაფერს, ვითომ ქვეყანა მიყავდათ ევროპისკენ, ევროპული კურსი ქონდა აღებული, მაგრამ სულაც ასე არ ყოფილა როგორც დავინახეთ. მაგრამ აქ მე სხვა რამეს დავახლებდი. აქვე უნდა მეთქვა, რომ მე მუშაობდი რუსულ სექტორში სკოლაში. და მინდა გითხრათ, ერთ-ერთი ძალიან სერიოზული პრობლემა, რომელიც ახლა არ გაჩენილა სველია. კარგი თუ არ უქმდება საქართველოში რუსული სექტორი სკოლებში თუ ვერ უქმდება რაღაცა მიზეზების გამო თუნდაც რომ დავასახელოთ რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებები და ასე შემდეგ სახელმწიფოებები არ არის დაწერილი საქართველოში და დაწერილი დაბეჭდილი რუსეთიდან. რუსეთშია და რუსულ პოლიტიკას გაატარებს შინაარსის კონტენტი იქნება რუსული. და ზოგადად არ არსებობს სტანდარტი. რუსული სექტორის სტანდარტი არ არის შემოშავებული. სახელმწიფო სტანდარტი. ამიტომ არის ბრიეწყალი, სადაც არის ნებისმიერი რაღაცა უნდა შეიძლება გაიზარდოს და ანუ არ კონტროლდება სათანადოდ, ვერ კონტროლდება. რა თქმა უნდა, სტანდარტის არ ქონის პირობებში როგორ რანაირად უნდა გაკონტროლდეს, ხო? ეს ერთ-ერთი ძალიან სერიოზული პრობლემა ჩემის თვალსაზრისით. და კიდევ ალბათ უმთავრესია, რაც უნდა ითქვას, ჩვენივე მოსახლეობის პოზიცია, სირაქლემას პოზიცია. და აი ეს ცნობილი ფრაზები სუპი მაქვს სუპს ამჭამ, მთავარია მაძღარი ვიყო და კუჭის დონეზე აზროვნება ჩვენივე მოსახლეობის შობს ამ ყველაფერს. პროტესტის არ ქონა პრაქტიკულად. თუმცა შეიძლება ის სუპიც პრობლემა გახდეს ჩვენ გვახსოვს ხო 90-იანი წლები სადაც სუპის საშუალებაც არ ქონდათ ადამიანებს. როგორ შეიძლება ითქვას, როგორ შეიძლება საკუთარი მუცლის იქით ვერ ხედავდე ვერაფერს. თან იმასაც კიდევ როდის თქვა ილია ჭავჭავაძემ ხომ თათქარიძეების სახით რომ კუჭი და ჭამა არ არის მთავარი ამ ცხოვრებაში, ღირებულებები არსებობს და ფასეულობები. როდის გაუსვა ხაზი ამ პრობლემას ილია ჭავჭავაძემ და დღემდე არის აქტუალური. და მე ამ დილით ჩამოვედი თურქეთიდან ჩემთან ისე ქალბატონი, რომელიც ჩემზე უფროსია. ალბათ 10-15 წლით
ხშირად გადადიოდი რუსულ ენაზე და ქართველია და ასეთია მე მესმოდა ხო ძალიან ისე აქტიურად ახმოვანებდა საკუთარ აზრებს და როცა გამოჩნდა ბათუმი რიზედან სადღაც საერთიანობის საუბრობდა იმაზე თუ როგორ უყვარდა მისი პაწაწინა საქართველოს და ასე შემდეგ ასე ტიტინით და შემდეგ 15 წუთის შემდეგ მის მეზობელს ესაუბრებოდა იმაზე რომ არაბებს შეუძენიათ ბათუმში მიწები და ძალიან მაგარ რაღაცას გახსნით რანაირად უკავშირდება საქართველოსადმი სიყვარული და სიხარული ამ ამბავთან დაკავშირებით და ჩემთვის გაუგებარია ეს იმინისტაციაზე ლაპარაკობდა ალბათ თითქოს რომ შემოაქვს არაბეთის საემიროებიდან ხო არავინ არ იცის ჯერ ამ ინვესტიციის შესახებ რამდენად რეალურია მაგრამ მის და რომც იყოს რიგითი მოქალაქისთვის რა იცვლება ამით რა იცვლება კი არა უარესობისკენ შეიცვლება თუ შეიცვალა ჩვენთვის ანუ არავით არის სარგებელი არავითარ სარგებელს არ მოიტანს ეს ამბავი საქართველოს მოსახლეობას ძირითადი ჩვენი პრობლემა ჩვენივე მოსახლეობა გაუნათლებელი დიპლომის ქონა არ გაშნავს განათლებული სამწუხარო ძალიან ბევრი ლექტორ მასწავლებელი იქნება და სკოლის მასწავლებელი არის გაუნათლებელი ამ თვალსაზრისით და ახალი საუნივერსიტეტო რეფორმა მე მგონი უარეს დღეში ჩააგდეს უნდა და ეს არის დაგეგმილი აი ერთ-ერთი რუსეთში რაც ხდება რასაც ვაკვირდები და რაც რამდენიმე თვის წინ მეცინებოდა იგივე ხდება საქართველოში რუსეთს ვიღაცა ტროლმა რუსეთში მასწავლებლებს გაუგზავნა თითქოს და სამინისტროდან მოსული შეტყობინება ბრძანებით რომ პოლკისგან დამზადებული ქუდები დაეხურათ და ვიდეო ჩაეწერათ მთელი ქვეყნის მასშტაბით დაკეთდა ეს არავის არ შეპარვია ამ კრიტიკული აზროვნება არ არსებობს ნული და იგივე ხდება საქართველოში ამაზე ვიცინოთ რუსეთში რა იდიოტები ყავს სკოლაში და რა საშინელება ხდება საქართველოში ყველა არ არის რა თქმა უნდა ყველა ჩემი კოლეგა არ არის ასეთი მაგრამ ვინც არის კრიტიკული აზროვნების მქონე ან ჩუმად არის არ დავყარგო სამუშაო იმიტომ რომ ხშირად არის რომ მხოლოდ ერთი მასწავლებელი არ ამართლებს არანაირად იმ ჯაფას იმ შრომას ვერ ანაზღაურებს ის ხელფასი რაც აქვს მასწავლებლებს სამშობლოს დაკარგვას ვერ ანაზღაურებს ყოველ შემთხვევაში ნუ ეს ცალკე საკითხია ისედაც მასწავლებლის შრომა არ ფასდება არანაირად პლუს ამას როცა ყველანაირად წნეხის ქვეშ არიან მე ვირჩი მე მერჩი უნდა დამეტოვებინა სკოლა თავისი ახლა ვარ რეპეტიტორი მუშაობ ისიც აი მაწუხებს უკვე დღევანდელ რეალობაში მუშაობა მაგრამ რას ვიზამ სამომავლოდ არ ვიცით ანუ ძალიან რთულია ზოგადად სიტუაცია ეკონომიკური მათ შორის და ამ ყველაფერმა განათლებას რომ დაარტყა მე შინია იმაზე ფიქრი რა იქნება 10-15 წლის შემდეგ როდესაც ხედავ რომ მოსწავლეებში არ ვითარდება აი ეს კრიტიკული აზროვნება არ ვითარდება არაფერი თუ არაფერი შეიცვალა ამ ქვეყანაში რა თქმა უნდა უარესობა გვექნება მასწავლებელი ეუბნება ასწავლის იმაზე გმირობაზე უყვება მოსწავლეს თუ წინაპართა გმირობებზე და შემდგომ არჩევნების გაყალბებაში მონაწილეობს რაღირებულებებზეა საუბარი ზოგადად დიახ საკმაოდ სერიოზული მდგომარეობა ჭაობში ვიძირებით არ ვიცი მე ვერ ხედავ გზებს აი არ შემიძლია სამშვიდობში და აქ მოვდივარ და აქ დგომით ვაპროტესტებ შექმნილ მდგომარეობას ზოგადად და ეს ყველაფერი აი რუსულენოვანი ადამიანების მასობრივი შემოსვლა ამ პატარა ქვეყანაში ჩვენივე ხალხის სულელება პროპაგანდით გაშენთილები რომ ემატება ამ ყველაფერს ხო? ყველაფერი ერთმანეთს ედება და პლუს ამას
ოპოზიციამ ვერანაირად ვერ მოახერხა კონსოლიდირებას. ეს კიდევ ცალკე ეს ცალკე დიდი პრობლემაა. მოკლედ დიდი მადლობა ნინო თქვენი აზრის გაზიარებისათვის შევეცდები. სტუდენტები ხომ არ ხართ ვინმე? სტუდენტები ხომ არ ხართ? ლარა, რახან აგერ ხარ? უნდა ჩაგწერო. დღეს სხვათა შორის რექტორები ყავდა დაბარებული კობახიძეს. ახალ საუნივერსიტეტო რეფორმაზე ესაუბრებოდა ალბათ იმ რეფორმაზე, რომელიც ითვალისწინებს ერთ ქალაქში ერთი ფაკულტეტი. აი მაგალითად ეხლა რო განახორციელონ და დატოვონ ბათუმში ერთი ფაკულტეტი, ფაქტობრივად გამოდის თუ ის ფაკულტეტი არ იქნება, რომელზეც ახლა სწავლობ, გამოდის რომ უნივერსიტეტის გარეშე გტოვებენ? განათლების გარეშე, უნივერსიტეტის გარეშე განათლების. ჩემი უფლება, ეს ფუნდამენტალური უფლება, ახალგაზრდის უფლება, რომ მივიღო განათლება. რა სახით და როგორ და რამდენი წლის ვისწავლე, ეგ უკვე ჩემი გადასაწყვეტია, მაგრამ სახელმწიფოს პირდაპირ ვალდებულება, წეგანს ვაუბრობთ სხვადასხვა განათლების უფლებაზე. აქ ყოველთვის საინტერესო დისკუსიები იმართება, კოცები რო წავლე რა შეიძლება გაკეთდეს განათლების რეფორმების კუთხით, ჯანდაცვის ყველა კუთხით და შესაბამისად მიმაჩნია, რომ სახელმწიფოს ვალდებულება, რომ შეგვიქმნას ახალგაზრდების სივრცე სწავლისთვის და განათლების კონსტიტუციური უფლებაა ეს, ხო, განათლებაზე ხელმისაწვდომობა. ეს უფლება იღუება, ძალიან პირდაპირ იღუება, იმიტომ რომ აკრედიტაციას, ესე იგი, ვერც ერთი ფაკულტეტი ვერ გაივლის, ვერც ერთი პროგრამა ვერ გაივლის, მხოლოდ ერთი ფაკულტეტი იქნება უნივერსიტეტის წარმომადგენელი, რომელშიც უნდა მოექცეთ ყველა დაინტერესებული სფეროს ახალგაზრდები, ანუ რას მეუბნებით, რომ იურისტი უნდა გამოვიდე, უნდა ვისწავლო საბუნებისმეტყველო მეცნიერება, ფილოლოგია. არა, იურისტი თუ გინდა გამოხვიდე, მხოლოდ იქ ისწავლი, ვისაც ექნება ამის სწავლების უფლება. ხო, გავიგე, მაგრამ მე ჩემ ქალაქში არ მაქვს არანაირი ხო, ამ ქალაქში ვეღარ ისწავლე. არანაირი ფინანსური მდგომარეობა არ მაქვს, არ მინდა იდენტურად ვარ ბათუმელი, ანუ ჩემი იდენტობა აქ არის, ჩემი ოჯახი აქ არის და იმის გამო რომ მე განათლება მივიღო სხვა ქალაქში, რომ არ არის ჩემს უნივერსიტეტში, ჩემი ქალაქის უნივერსიტეტში. თუ რესურსებთანაც არის დაკავშირებული, ხო მარტო? და რომ ვისაკ საქართველოში რომელ სტუდენტს აქვს იმდენი შემოსავალი, ან რომელი სტუდენტის ოჯახს აქვს იმდენი შემოსავალი, რომ შეძლო სხვა ქალაქში ან ცხოვრება, სწავლის საფასურის გადახდა და არსებობა. არ გვინდა ჩვენ სტუდენტური წლების მაგას რო თავი დავანებოთ, არჩევანს არ უტოვებენ, ხო, ახალგაზრდებს. ანუ შენ გეუბნებიან, რომ ბათუმში ეს გექნება მხოლოდ ეს ფაკულტეტი, თუ გინდა ისწავლე, თუ არ გინდა, სადაც გინდა იქ წადი, ხო? ანუ არჩევანი გეზღუდება ფაქტობრივად და დღეს 21 საუკუნეში, ხო, როდესაც უკვე ერთი პროფესიაც აღარ ყოფნის ადამიანებს იმისთვის, რომ იშრომოსთან შემოსავლები იმდენად მცირეა, რომ 2-3 პროფესიას ეუფლებიან ადამიანები, დღეს ოცნების ხელისუფლება გეუბნებათ, რომ ერთ ქალაქში მარტო ერთი პროფესიის დაუფლების უფლება გექნება. ცოტა პარადოქსულია მგონი და ექსპერტებსაც ვესაუბრე, ამბობენ, რომ არსად არ უნახავთ მსგავსი მოდელი. სად არის? არც რუსეთში არის მგონი. ხო, შესაბამისად არავინ მოგებული არ რჩება. საერთოდ თავი დავანებოთ არალეგიტიმური ხელისუფლების მიღებულ კანონებს და კანონმდებლობას. არავინ მოგებული არ რჩება, არც უნივერსიტეტი, მით უმეტეს ლექტორები. ეხლა რო არ გამოდიან აქ და რა თქმა უნდა, უმშევრები დარჩებიან პროფესორები თავისუფალი აზრის და სიტყვის მნიშვნელობას რო არიზიარებენ და არავინ რო ხმას არ იღებს ძიამაღლობელზე და პოლიტმატიმრებზე და მათ შორის ნინო დათაშვილზე. ეს პირდაპირ მათ შეეხება. დარჩებიან უმუშევრები, დარჩებიან შემოსავლის გარეშე. რაც მთავარია, არ იქნება იმის შესაძლებლობა, რომ იმეს გაუზიარონ ის წლების მიღებული გამოცდილება, რასაც დღეს უზიარებენ, ხო? რას აპირებს სტუდენტები, ნინო? იმიტომ რომ ლარა. იმიტომ რომ მაგალითად ილიანის რექტორს ვესაუბრებოდი, რომელმაც თქვა, რომ არ შეიძლება რომ ეს მოხდეს უბრალოდ ქვეყანაში, იმიტომ რომ ეს ნიშნავს განათლების სისტემის, რა ვიცი, დასამარებას, რა ასე რომ ვთქვა, უხეშად და სტუდენტები რა აზრზე ხართ და მიდის თუ არა საერთოდ შიგნით საუბარი სტუდენტებთან, განიხილავ თუ არა ამ საკითხს, რომ თუ კი იქნება, ვთქვათ, რაღაც ცდელობა იმისა, რომ ეს რაღაც აბსურდული კანონი მოიყვანონ სისრულეში, რას აპირებთ ხო სტუდენტები? ასე მიეგებებით ამას რაღაც წინააღმდეგობის გარეშე? თავგასირებული.
მე სამას რაღაც დღე უკვე ვაკეთებ ჩემს გასაკეთებას როგორც სტუდენტი, როგორც აქტივისტი, მაგრამ დღეს ბესეუში რაც მინდა შეურაცხყოფა გამომივა, მაგრამ პირდაპირ ვიტყვი. სტუდენტები სუფი მაქვს, სუფს ვჭამ. არანაირი ინფორმაცია არ აქვს, მე მგონი. ხო, მაგრამ ეგ სუფი მაქსუბს საბჭამს ილუზიაა უკვე, იმიტომ რომ არავინ აღარ აჭიროს თვალ მაქსუბს. იმიტომ რომ ვიღაცას რო ეგონა რომ არ შეეხებოდა, აი შეეხო უკვე, ხო, თვალ ნათელი გახდა. ერთია შეგეხოს და მეორე გაიაზრო რა აგეხება. და სადამდე გაკაჩავ ამ პოზიციაში, ხო? ბესეულს. შენ შვილს ეხება, ხო, ეს მომოთავებას. ვერ აღიქვამენ იმ დაბკოლებებს და იმ რისკებს, რაც ახლა ამ რეფორმას მოყოლა. ანუ რატომ გონიათ რომ თვითონ დაამთავრებენ და მე იქნება? რა თქმა უნდა, ახლა თვითონ მისცემს ალბათ ვახლებაც და ამთავრდა. მე მომდევნო უკვე აღარ აინტერესებს მაგათ, მართლა. მარტო საკუთარი საჭიროება. ძალიან მალე ვიზამთ ასეთი განცხადებები იყო და რატო გონიათ რომ არ დაზარალდებიან? ალბათ ბევრს არ შეხებია ჯერ კიდევ ესე პირდაპირ რეპრესიები არ შეხებია. იმიტომ რომ ხმას არ იღებენ. კარგი ლარა, ძალიან დიდი მადლობა. მოსაზრების გაზიარებისათვის მეგობრებო, ბათუმელების ლაივის მიმსახლა შემოვერთით, შეგახსენებთ რომ დღეს არის 337 დღე, რაც ბათუმში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს და პროტესტში მყოფი მოქალაქეები მოითხოვენ იმას, რომ ქვეყანაში ჩატარდეს ახალი საპარლამენტო არჩევნები, გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და საქართველოს დაუბრუნდეს ევროინტეგრაციის გზას, რადგანაც ქართველი ხალხის უდიდესი ნაწილის სურვილია ეს და კონსტიტუციითაც არის განსაზღვრული, რომ ხელისუფლებამ, საქართველოს ხელისუფლებამ, ვინც კი იქნება ხელისუფლებაში, ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი და თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ჩვენ გვაქვს ევროპასთან თავისუფალი მიმოსვლა, რომელსაც უდიდესი სიკეთე მოაქვს ამ ქვეყნისთვის და ამ ქვეყნის მოქალაქეებისთვის და ასევე კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, ეს პროცესები კი არ უნდა შეაჩეროს იმ პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც ხელისუფლებას ეძახის საკუთარ თავს, არამედ პირიქით ყველაფერი უნდა იღონონ იმისთვის, რომ ეს ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი, რადგანაც პირველ რიგში ამით სიკეთეს მიიღებენ ამ ქვეყნის მოქალაქეები, ქვეყნის ეკონომიკა განვითარდება და რაც ყველაზე მთავარია, ხო, პრინციპში, საქართველოს მოექცევა მშვიდობიანი ქოლგის ქვეშ, ეს არის ევროკავშირის ქოლგა და იმ პირობებში, როდესაც რუსეთი ყველაფერს ცდილობს, რომ ამ ქვეყნის სუვერენიტეტი დაანგრიოს, სახელმწიფოებრიობა შეარყიოს და ტერიტორიული მთლიანობა დაარღვიოს, სწორედ აი ამ საფრთხეებისგან დაიცავს ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს. მე გემშვიდობებით და დაგიბრუნდებით ხვალ ამ დროისთვის. მადლობა რომ გვიყურებდით. დროებით.